კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. პირველი მაისიდან ძალას შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე საგზაო უსაფრთხოება კვლავ რჩება გამოწვევად. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8191 ადამიანი დაშავდა. ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა. მოგესალმებით ქალბატონო ლანა, მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ მოვიშველიე გასული წლის სტატისტიკა, პირველი შეკითხვა მაინც საზოგადოებისთვის არის მტკივნეული, რატომ გამკაცრდა ეს კანონი, რაში გამოიხატება ეს გამკაცრება, კიდევ ერთხელ რომ ახსნათ და განუმარტოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მოგესალმებით, მადლობა რომ დავუთმეთ ამ თემას, იმიტომ რომ საგზაო მოძრაობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რამდენადაც ჯერ ისევ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მაჩვენებლების საერთაშორისო კუთხით, მაგალითად ევროკავშირის მაჩვენებელსაც დავადაროთ. გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის 12.6, მაშინ როდესაც მაქსიმალური შეიძლება იყოს ევროკავშირში 8 და 7. ესეც არის რუმინეთი და ბულგარეთი. მაგრამ თუ ავიგეთ ისეთ უსაფრთხო ქვეყნებს, როგორც არის მაგალითად შვედეთი და ნორვეგია, ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 2 ან 3. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ბევრად აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებები არის განსახორციელებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ ის სტატისტიკის ანალიზი და მიზეზები, რაც განაპირობებს ავტოსაგზაო შემთხვევებს, ან გარდაცვალებას, ან ტრავმატიზმს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მძღოლების უსაფრთხო ქცევა. უსაფრთხო ქცევის კონტექსტში ის გამოწვევი მიზეზები გაანალიზდა, რომელიც ყველაზე ხშირად იყო მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევი ან სიკვდილიანობის ან მძიმე ტრავმატიზმის. ეს იყო მათ შორის უსაფრთხო მანევრის წესის დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ქვეითების მიერ მაგალითად ქვეითა გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა, ძალიან ხშირია, როდესაც გასწრების წესების დარღვევა ხდება. ამ ყველაფერთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ანალიზის შედეგად მოხდა იმ ადმინისტრაციულ სამოდარგვეებზე სახდილის გამკაცრება, სადაც ყველაზე მეტი იყო, ასე ვთქვათ, დარღვევების რაოდენობა, ან რომელიც ყველაზე ხშირად იყო, ასე ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევების გამოწვევი მიზეზი. მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად ჩვენთან უკვე საგზაო მოძრაობა გარკვეულწილად ბედ გამოწვევასთანაც არის დაკავშირებული და ამის მიზეზი შეიძლება იყოს თუნდაც ის, რომ მაგალითად წინა წელს უკვე დარეგისტრირდა 2 მილიონზე მეტი სატრანსპორტო საშუალება. ანუ გაიზარდა მანქანების რაოდენობა. პარკი და ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე სატრანზიტო დერეფნის როლიც აქვს, საერთაშორისო გზების ფუნქცია და მნიშვნელობაც არის გაზრდილი, შესაბამისად ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის სატრანსპორტო საშუალება შემოდის და გადის, მთლიანობაში მობილობა არის გაზრდილი, რაც რა თქმა უნდა დამატებითი გამოწვევაა და ყველა ქვეყანაში ეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას და რისკს რა თქმა უნდა გზდის. საქართველოს დამატებითი სპეციფიკა არის ის, რომ კიდე ავტოპარკი არის მოძველებული, თითქმის 90%-ზე მეტი არის 10 წელი და მეტი წლოვანების სატრანსპორტო საშუალება და ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო ახალია და 10 წელზე ნაკლები აქვს ასაკი მაგალითად სატრანსპორტო საშუალებას, მით მეტად არის ის აღჭურვილი უსაფრთხოების ღონისძიების სისტემით და ეს რა თქმა უნდა ასევე გავლენას ახდენს იმ მაჩვენებლებზე, რომელიც საქართველოშია. ყველა გარემოებების ანალიზის საფუძველი მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურად მრავალი მიმართულებით არის გადასადგმელი. პირველ რიგში რა თქმა უნდა გაანალიზდა თვითონ მძღოლის ქცევა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო მოძრაობის დროს რა თქმა უნდა არის უსაფრთხო ქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა არ უნდა დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები, რაც მეტად იცავს, მით ნაკლებად არის მოსალოდნელი იმ მძიმე შედეგები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ ეს უსაფრთხო ქცევის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, კიდევ უფრო გამკაცდა ვიდრე გვაქვს. ეს გამკაცრება რა თქმა უნდა ჩვენ რა თქმა უნდა სწორება გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროკავშირის დირექტივებთან, სწავლოთ საზღვარგარეთის პრაქტიკას და საზღვარგარეთის პრაქტიკის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ საზღვარგარეთ კიდევ უფრო მკაცრია კანონმდებლობა, ის წესები, რაც მობილობისთვის არის დადგენილი, მაგალითად იქ მძიმე და სისტემატური დამღობების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი არის დაწესებული არათუ ადმინისტრაციული, სიჩქარის გადაჭარბებასთან მიმართებაში
შეიძლება ეს მართვის უფლების ჩამორთმევით დასრულდეს, ან სიჩქარის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია. იგივე ხმაურთან მიმართებაში დეციბილები მაგალითად მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებზე არის 69 და ღამის საათებში და უქმე დღეებში კიდევ უფრო დაბალია ეს დეციბილების დასაშვები რაოდენობა შეიძლება 45 ან 50-ს გახდეს. ამიტომ მე ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ საზღვარგარეთ კანონმდებლობა ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მეტნაკლებად ხდება სანქციების ადეკვატურობის შესწავლა და იქ სადაც მეტია უკვე ადმინისტრაციული სამოდარგვეების რაოდენობა, იქ შესაძლებელია პერიოდულად მოხდეს გარკვეულწილად სანქციების გამკაცრება. როცა მძღოლების ქცევაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რა აყალიბებს ამ ქცევას, თქვა წლების განმავლობაში და როგორ მუშაობს, თქვა კანონი, რომელიც მკაცრდება. რა არის, თქვა აქ რეალური შედეგი, ეფექტიანობის თვალსაზრისით, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მძღოლების, თქვა კულტურა ამ ქცევის, ასე ვთქვათ, და მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება და გაზრდა, თუ კიდევ არის რაღაც ისეთი საკითხები, რაც საბოლოო ჯამში ამ შედეგს გვაძლევს და რაც თავისთავად ხდის, ვთქვათ, დღის წესრიგში აქტუალურ საკითხს კვლავ გამკაცრების კანონმდებლობის. მძღოლების კულტურა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ამ კუთხით მოგახსენებათ, რომ საქართველოში მოქალაქეები ნაკლებად კანონმორჩილები არიან, შესაბამისად ეს დამატებითი გამოწვევაა საქართველოსთვის. ეს კულტურის ნაწილია თითქოს, შესაბამისად ყველას რომ სადღაც ეჩქარება. დიახ, და კანონმორჩილების კულტურა ზოგადად ქვეყანაში ნაკლებია, ეს ყველა სფეროში იგრძნობა და მათ შორის იგრძნობა საგზაო მოძრაობის წესებთან მიმართებაში. ანუ ის დარღვევები, რასაც მაგალითად გერმანელი მოქალაქე არ ჩაიდნენ, შეიძლება ქართველმა ჩაიდინოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ უფრო მკაცრი ადმინისტრირება საჭირო. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ მკაცრი ადმინისტრირებას აქვს შედეგი. თუნდაც ხვედებთან მიმართებაში ახლა შარშან 151.000 დაფიქსირდა, მაგრამ წინა წლებთან მიმართებაში ეს არის კლება, მაგალითად 250.000-მდე იყო წინა წლებთან მიმართებაში. იგივე კარგით მაჩვენებელია თუნდაც ალკოჰოლის სიმთვრავის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა. მოგახსენებათ, რომ არსებითი გამკაცრება მოხდა 2022 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ დამამძიმებელ შემთხვევებში თუ არის განმეორება ან ავარია მოხდა, ან მართვის უფლება არ ქონდა და მაინც მთვრალი დაჯდა საჭესთან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ სამი ტიპის სახელსადროულად ვიყენებთ, როგორც არის ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯარიმა, მართვის უფლების შეჭერება და ამან ჩვენ არსებითი შედეგები მოგვცა, მაგალითად 2022 წელთან მიმართებაში არის 16%-იანი კლება, როცა სხვა სამართალო დარღვევებთან მიმართებაში ასეთი შედეგი არ გაგვაჩნია. რას მიუთითებს იმაზე, რომ მკაცრი ადმინისტრირება თუნდაც ჩვენს არაკანონმორჩილების კულტურაშიც კი გარკვეულ გავლენას ახდენს. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რა შეიძლება იყოს, თქვათ, ამ კუთხით. იგივე უსაფრთხოების ღვედი ვახსენეთ და მეტნაკლებად სურათი შეცვლილია. მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, რამდენად აქტუალურია ეს საკითხი, მისი გამოყენება ავტომობილის მართვის დროს. მობილური ტელეფონები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ყურადღების გაფანტვას იწვევს და რა თქმა უნდა გზდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს. საერთაშორისო კვლევაც კი არის ჩატარებული, რომ როცა მობილურ ტელეფონს იყენებს, ამ შემთხვევაში 23-ჯერ მეტია რისკი იმის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დაემართოს ადამიანს. განსაკუთრებით ახალბედებთან მიმართებაში, რომელსაც ჯერ ჩვევები და რეაქციის უნარი არ აქვს თანადოდ განვითარებული. შესაბამისად, აუცილებელია აქაც მეტი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. შარშან დაახლოებით 96,000-მდე შემთხვევა იყო, როდესაც პირი სატრანსპორტო საშუალების მართვისას იყენებდა მობილურ ტელეფონს და ამის გამო აქაც 30 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, გარდა ამისა, ქულათა სისტემის ნაწილშიც გავლენას მოახდენს და 10 ქულა დააკლდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გარდა ღვედისა, ღვედთან მიმართებაში აქაც სტატისტიკურად საერთაშორისო სტანდარტი რაც არის ის, რომ ღვედის გამოყენება 40-50%-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს და აქ იმასაც დავამატებდი, რომ საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკანა სავარძლებზეც კი მოთხოვნილია, მაგალითად ღვედის გამოყენება. ჩვენთან მხოლოდ წინა სავარძელთან მიმართებაში არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული. აქაც 50 ლარი ხდება, ქულათა რაოდენობის შემთხვევაშიც 10 ქულით დაიკრებს. მნიშვნელოვან ცვლილებებს შევეხებოდი, როგორც ამგვარად სიჩქარის გადაჭარბება, იმიტომ რომ სიჩქარის გადაჭარბება არსებითი მნიშვნელობისაა საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, თუნდაც 1%-ით საშუალო სიჩქარეს თუ შევამცირეთ, ასეთ შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომ 4%-ით შეიძლება შემცირდეს და ფატალური შემთხვევების მესამედი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. შესაბამისად, ჩვენ კანონმდებლობა ასეთი გვაქვს, აქ არის დიფერენცირებული სანქციები, პირობითად თუ არის 15 კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, მაგრამ 40 კმ/სთ სიჩქარეზე ნაკლები გადაჭარბება, აქამდე 1 მაისამდე იყო 50 ლარი, ეხლა ეს გახდა 100 ლარი, ხოლო თუ იყო 40 კმ/სთ სიჩქარეზე გადაჭარბება, აქ 300 ლარია. ამ შემთხვევაში 300 ლართან მიმართებაში იგივეა, მაგრამ გაიზარდა ის სწორედ პირველი 15-დან 40-მდე გადაჭარბების შემთხვევა. ეს სტატისტიკამ განაპირობა და ეს არის აშკარა ციფრი, 1,800,000-მდეა და აქედან
40 კმ/სთ ჩქარეზე გადაჭარბების ნაწილში იყო მხოლოდ 24,000. ყველა სხვა დანარჩენი მოდიოდა სწორედ იმ პირველ კატეგორიაზე და რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ამ ნაწილში საჭირო იყო გამკაცრება კანონმდებლობის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდება. თუმცა ამ შემთხვევების დასთან მიმართებაში ერთ იმასაც ვიტყოდი, რომ მუდმივად იზრდება ავტოკამერების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვლენის რაოდენობაც იზრდება და ამ გამოვლენის შედეგად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რიცხვმაც მოიმატოს. კაპიტან ლანა, საინტერესოა, თქვათ, იმგვარი სტატისტიკა თუ არსებობს, როდესაც კონკრეტული ერთი გადაცდომა გაქვს, ან ერთი დარღვევა და ამის გამო, თქვათ, შენ პასუხი აგე, გამოხატული ეს ჯარიმით, თქვათ, თუ სხვა ფორმით, შემდეგ გამეორება თუ ხდება კონკრეტული, თქვათ, მოქალაქის მიერ, მძღოლის მიერ იგივე დარღვევის. ანუ ადამიანები, რომლებიც, თქვათ, არღვევენ წესრიგს საგზაო უსაფრთხოების დაახლოებით რა კატეგორიაა რომ ავხსნათ? კი ბატონო, ანუ განმეორებითობა და სისტემატურობა ქცევაში რაიმე ისეთი, თქვათ, შესამჩნევი არის, რომ ჩვენს, თქვათ, ყურადღებით ვიყოთ. არის სამართალდარღვევები, რომელიც ერთი და იგივე ადამიანის მხრიდან რამდენჯერმე ხდება ამის ჩაძენა. მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებასთან მიმართებაში თვითონ მძღოლები აღიარებენ, რომ მაგალითად თბილისიდან დასავლეთში ჩასვლამდე შეიძლება 5 მესიჯი მოვიდეს ამ გზის მანძილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთჯერადი, ასე თქვა, დარღვევა, არამედ სისტემატურ ხასიათს ატარებს. ამ სისტემატური დარღვევების მიმართ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ უფრო გავამკაცროთ კანონმდებლობა, ამიტომ ყველა იმ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, რომელიც, ასე თქვა, იწვევს კონკრეტულ პასუხისმგებლობას, განმეორების შემთხვევაში უკვე დამამძიმებელი გარემოებებია. თუ ჯარიმა მაგალითად გაორმაგებულია, ზოგიერთ შემთხვევაში ამას შეიძლება დაემატოს მართვის უფლების შეჩერება, შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობას დაემატოს. როგორც არის მაგალითად ალკოჰოლის სიმთვრალეზე, ანუ პირველ ჯერზე არის მხოლოდ მართვის უფლების შეჩერება, მაგრამ მეორე ჯერზე უკვე ამას პატიმრობაც ემატება. ანუ ის ვინც უკვე როგორც სისტემატური დარღვევია ჩამოყალიბებული, ამათ მიმართ კანონმდებელი, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრი არის და იქნება ამ კუთხით. მაგალითად, ეხაც თუნდაც ამ ცვლილებების ფარგლებში განმეორებასთან მიმართებაში ცვლილებები გვაქვს, მაგალითად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია საავარიო ვითარება ან შექმნა საცობი, ასეთ შემთხვევაში მაგაზე იქნება 300 ლარი ჯარიმა, 30 ქულა დააკლდება. აგრეთვე ბასლაინებთან მიმართებაშიც განმეორების საკითხი დამატებული იქნა, აქამდე თუ არ იყო, ეხლა განმეორება უფრო მკაცრად იქნება დასჯილი. ეს ბასლაინის თემა აქტუალურია და მინდა მეც დავსვა შეკითხვა, რატომ არ ემორჩილებიან ბასლაინის წესებს და თქვათ ამ კუთხით რა სტატისტიკა გვაქვს ხოლმე? მაგალითად, შარშან დაახლოებით 210,000 ფაქტი დაფიქსირდა ბასლაინთან მიმართებაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, აქ საჭირო იყო გამკაცრება დიფერენცირებულად მოხდა, მოგესალმებით, რომ ბასლაინი ორგვარად შეიძლება იყოს მოწყობილი, როდესაც საერთო ნაკადის თანხმდრივი მიმართულებით არის მოწყობილი და როდესაც საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით არის მოწყობილი. თუ ეს არის, ასე ვთქვათ, საერთო მიმართულების შესაბამისად თანხმდრად, აქ უკვე ისევ 100 ლარი რჩება, როგორც იყო, უბრალოდ ქულათა რაოდენობა დააკლდება 15, განმეორების შემთხვევაში 20 ქულა. განმეორებას შემოღებული იქნა საერთოდ არ არსებობდა აქამდე და ამაზე გვექნება უკვე 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ისეთ ბასლაინს, რომელიც თანხმდრივი მიმართულების საპირისპირო მიმართულებით არის მოწყობილი და აქ შევა მაგალითად მძღოლი გარდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა, ასეთ შემთხვევაში მისი დაჯარიმება პირველ ჯერზე იქნება 200 ლარი, განმეორების შემთხვევაში 300 ლარი, ქულათა რაოდენობაც მოაკლდება, როგორც 20 ქულა პირველ ჯერზე, ისე მეორე ჯერზე 30 ქულა. ანუ როცა არის საპირისპირო მიმართულება, აქ ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი ცალსახად უფრო გაზრდილია და ძალიან რთულია უკვე დაუბრუნდეს თავის ნაკადს, ასე ვთქვათ, მძღოლი და ისე შეძლოს მოძრაობის გაგრძელება, რომ მინიმუმ საავარიო სიტუაცია არ შექმნას. ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით ვიყოთ უფრო მკაცრები. თან განმეორების შემთხვევაში, როცა ეცოდინება, რომ უფრო მკაცრად დაიჭება, ეს რა თქმა უნდა მოტივს აძლევს იმას, რომ მეორეჯერ იგივე ქმედება აღარ გაიმეოროს. ქულების სისტემაზე მინდა ვისაუბროთ, რეალური ბერკეტი თუ რაღაცნაირი ფორმალობა, მე შემხედრი ადამიანები, ჩემს ირგვლივ, ვინც ამ ქულებს შვილებივით უფრთხილდება და ეშინიათ ამ ქულების დაკარგვის. რა მაჩვენებელი გვაქვს, აქაც სტატისტიკა მოვიშველიოთ, რამდენად იციან მოქალაქეებმა საკუთარი, ვთქვათ, ქულების რაოდენობა და როდესაც ეს ქულები ამოიწურება, აი შემდეგ რა ხდება, კიდევ ერთხელ რომ გკითხათ. ქულათა სისტემა მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს იქნა შემოღებული, ეს იყო მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა. ქულათა სისტემის არსი მდგომარეობს ის, რომ ერთი წლის მანძილზე 100 ქულა გენიჭება და თუ 0-ს მიუახლოვდა, ასეთ შემთხვევაში უკვე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება გაქვს აკრძალული.
ამ მიმართულებით საკმაოდ ქმედითია ქულათა სისტემა, ამ მიმართულებით მაგალითად შარშან 560 ადამიანს ამოეწურა, თუმცა წინა წლის ამოწურვის გათვალისწინებით თლიანობაში 800 ადამიანს მართვის უფლება შეჩერებული ქონდა იმის გამო, რომ ქულათა რაოდენობა ნულს გაუტოლდა. ზოგადად ქულათა მიმართებაში ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია კანონმდებლობაში, რომ ეს ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურად ხდება სამართალდამცავი სისტემების მიერ მგზავრის, მცხოვრის დაჯარიმება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მაგალითად ვიდეოკამერების მეშვეობით ხორციელდება, აქ უკვე აღარ მოქმედებს ქულათა სისტემა იმის გათვალისწინებით, რომ მოგახსენებათ ვიდეოკამერის შემთხვევაში სამართალდამცავი სუბიექტი, ანუ ვისაც ჯარიმას ვაკისრებთ, არის ის ადამიანი, ვინც არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და მესაკუთრე შესაძლებელია საერთოდ მცხოვრი არ იყოს, ან საერთოდ მართვის უფლებაც კი არ გააჩნდეს, ან აბსოლუტურად მესამე პირი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეუძლებელია ამ სისტემის გათვალისწინებით, რომ მესაკუთრეს მაგალითად ქულათა სისტემა ჩამოვაკლოთ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ვიდეო ჯარიმებზე გავრცელდებოდა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტ ადამიანს შეუჩერდებოდა, მაგრამ ეს არსებული სისტემა და დიზაინი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ შემთხვევებზეც გავარცელოთ, ასე ვთქვათ, ქულათა კლება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მისი ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ის სამართალდარღვევები, რომლის გამოვლენა ფიზიკურად საპატრულო პოლიციის მიერ ხორციელდება, იქ ქულათა კლების მაჩვენებელმა ეხა კიდევ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო მალე ამოეწუროს ეს 100 ქულა, ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად, ყველანაირად თვლად უნდა იყვნენ მძღოლები და უნდა შეეცადონ, რომ საგზაო მოძრაობის წესები მათი მხრიდან იყოს სრულად დაცული. ქულათა სისტემის გარდა კიდე აქ მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს ჩვენ, რომელზეც არ გვესაუბრია და თუ გვაქვს დრო, დავამატებდი ამ სიახლეებთან დაკავშირებით. შესაძლებლობები გვაქვს ტროტუართან მიმართებაში, ქვეითა გადასასვლელთან მიმართებაში და ასევე პარკირების წესებზე. მოგახსენებათ, რომ ქვეითები არის ერთ-ერთი მოწყვლადი კატეგორია, აქაც სტატისტიკურად საგანგაშო სიტუაცია ვქონდა, შარშან 164 ადამიანი გარდაიცვალა და ძირითადი მიზეზიც აქაც იყო ქვეითა გადასასვლელის არასათანადო გამოყედება. რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ აუცილებლად უნდა ქონდეს თავისუფალი სივრცე, როგორც ქვეითა გადასასვლელზე, ისე ტროტუარებთან მიმართებაში. ამიტომ აქ სანქცია თუ მაგალითად ქვეითა გადასასვლელზე ან ტროტუარზე არის სატრანსპორტო საშუალება განთავსებული, გახდა 100 ლარი დიდ ქალაქებში, როგორიც არის მაგალითად თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე საქართველოს კურორტები, ხოლო პატარა მუნიციპალიტეტებში დარჩა ისევ 10 ლარი, იმიტომ რომ აქ ის პრობლემა ასე მწვავედ არ დგას. ასევე თუ სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მაგალითად ტროტუარზე, აქ 200 ლარი გახდა და ქულათა რაოდენობაც 30-ით დააკლდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ სიტუაციაზე. პარკირების წესებთანაც დაკავშირებით სიახლეა, რომელიც მეტნაკლებად ყველას აინტერესებს, აქამდე დიფერენცირებული სანქცია ჰქონდა, მოგახსენებათ, რომ თბილისში იყო 50 ლარი და სხვა მუნიციპალიტეტებში 10 ლარი. ეხლა პრინციპი ასეთია, რომ ყველა მსხვილ ქალაქში უკვე პარკირების წესების დარღვევისთვის იქნება 50 ლარი, ასევე კურორტებზე და კიდევ მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო საშუალების კატეგორიას. თუ არის M3 კატეგორია, N2, N3 ან T კატეგორია, ასეთ შემთხვევაში უკვე მუნიციპალიტეტს აღარ აქვს მნიშვნელობა და ყველგან იქნება 50 ლარის ოდენობის ჯარიმა. ამასაც განმარტავ რა შეიძლება იყოს M3, დიდი სამგზავრო ავტობუსი, N2 და N3 ეს არის უკვე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო T სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ეს რადგან ისეთი უკვე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებებია, მათი პარკირება ყველგან საფრთხის შემცველია თუ არასწორად მოხდა და შესაბამისად ამიტომ აქ 50 ლარი ხდა ჯარიმის ოდენობა. ნუ გადაყვანის ნაწილშიც რა თქმა უნდა თუ ის აფერხებს მოძრაობას, მოხდება დაცულ სადგომზე გადაყვანა. მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენ კიდე ისა გვაქვს, რომ შემოვიდა ახალი საგზაო ნიშანი, როგორიც არის მაგალითად სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერების აკრძალვა. სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში ხანძრის ქრობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წყალთან წვდომა დაუყოვნებლივ ჰქონდეს სახანძრო ტექნიკას. და ხშირად იყო რომ დაბრკოლებებს ხდებოდნენ იქ იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალება იყო გაჩერებული. ამის გამო სახანძრო ჰიდრანტთან 3.5 მეტრის რადიუსში თავისი წითელი ხაზების გათვალისწინებით დაუშვებელი იქნება პარკირება. თუ გაჩერებულია ასეთ შემთხვევაში უკვე 200 ლარი ჯარიმა იქნება, აგრეთვე მოხდება მისი გადაყვანა დაცულ სადგომზე, ასევე საურავიც არის გათვალისწინებული. დრიფტიც ასევე არის ჩვენ სიახლეებს შორის, მოგეხსენებათ, რომ ძალიან სარისკო მანევრია და ხშირად გაშუქებულა კიდევაც, როდესაც მოქალაქეები მსგავს მანევრებს ახორციელებენ, ანუ ეს დანარჩენ ადამიანებში გარდა იმისა, რომ საფრთხეს იწვევს გაღიზიანებასაც ასეთი უხეში საგზაო მოძრაობის დარღვევა. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ეხლა ეს ასევე დამატებით გამოიწვევს მართვის უფლების შეჭერებას 6 თვის ვადით და ეს გულისხმობს ეს შემთხვევაში, როდესაც დრიფტმა საავარიო სიტუაცია შექმნა და ამ კუთხით საფრთხე გამოიწვია.
ყველა ეს წესი 1 მაისიდან ამოქმედებულია. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება სურათი, როდესაც ჩვენ ისევ შევხვდებით წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში, როგორ ფიქრობთ, რა მაჩვენებელი შეიძლება იყოს განმასხვავებელი 2025-ის მონაცემთან, რომელიც მე უკვე გავაცანე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ჩვენი სტატისტიკის და დაკვირვებით ფიქრობთ, რომ კაცრი ადმინისტრირება თავის გავლენას ახდენს და ამაზე უკვე მოვიყვანეს შესაბამისი სტატისტიკა, ისიც აღსანიშნავია, რომ 2026 წელს უკვე დაიკლო მაჩვენებლებმა, მაგალითად სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგივე კვარტალში შარშან თუ 112 იყო, დღეს 92-ია. ანუ 20-ით უფრო მცირე რაოდენობაა, რაც მნიშვნელოვანი გავლენაა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის მანძილზე დავაკვირდებით სტატისტიკას, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც, დაშავებულთა რაოდენობაც უნდა შემცირდეს. თუ ვერ შემცირდა, რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობის ეფექტიანობის ანალიზი გაგრძელდება ისევ, დავაკვირდებით, რომელი არის ყველაზე მეტად ავტოსაგზაო შემთხვევების გამოწვევი, ან რომელია ყველაზე მეტი რაოდენობით დაფიქსირებული და ამ კუთხით შემდგომ კიდევ გაგრძელდება მუშაობა. კეთილი, დიდი მადლობა. იმედია ჩვენი მსმენელი ავტომობილებში ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით, აი ამ რეფორმას გაიაზრებენ და ყველაზე მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას პირველ ადგილზე დააყენებენ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების წარმატებები მინდა გისურვოთ და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ გადაცემაში მობრძანებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა. მადლობას გიხდით დათმობილი დროისთვის.